ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. საქართველოს მეფე გიორგი მეხუთე ბრწყინვალე ნაწილი მეათე. ილხანთა საყაენოს დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიასა და ირანის ჩრდილოეთ ნაწილში ძიმე პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. ერთ დროს უძლეველი სახელმწიფო თანდათან ერთმანეთთან მოქიშპედ ძალებს შორის იშლებოდა. დღევანდელი აზერბაიჯანისა და ირანის ტერიტორიებზე ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება აღარ არსებობდა, რამაც მთელი რეგიონი არასტაბილურობისა და მუდმივი დაპირისპირების წინაშე დააყენა. ამ ვითარებაში საქართველო, რომელსაც გიორგი მეხუთე მართავდა, ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და ორგანიზებულ სახელმწიფოდ იქცა. ქვეყნის გაერთიანებამ და მონღოლთა ბატონობისგან გათავისუფლებამ მეფეს საშუალება მისცა აქტიური საგარეო პოლიტიკა დაეწყო. გიორგიმ ოსტატურად გამოიყენა მეზობელ ქვეყანაში შექმნილი ვითარება და სამხრეთ კავკასიაში ქართული გავლენის აღდგენას შეუდგა. ქართული ისტორიული ტრადიციის მიხედვით, სწორედ ამ პერიოდში გავრცელდა საქართველოს პოლიტიკური გავლენა რანსა და შირვანზე. ადგილობრივმა მმართველებმა საქართველოს გაძლიერებული სამეფოს ძალა გაითვალისწინეს და ხარკის გადახდაც იკისრეს. ამ პროცესს რამდენიმე გარემოება უწყობდა ხელს. ილხანთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ რეგიონში უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუარესდა. სავაჭრო გზები ხშირად თავდასხმების სამიზნე ხდებოდა, ხოლო ადგილობრივ მმართველებს საკუთარი ძალებით წესრიგის შენარჩუნება უჭირდათ. ასეთ პირობებში გაძლიერებული საქართველოს მხარდაჭერა მათთვის ხელსაყრელ პოლიტიკურ არჩევანს წარმოადგენდა. ამავე დროს გიორგი მეფის მიერ შექმნილი ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო მეზობლებისთვის ანგარის გასაწევ ძალად იქცა. მემატიანეები განსაკუთრებით აღნიშნავენ გიორგი მეფის ლაშქრობას მოვაკანამდე. ამ ადგილს ქართველებისთვის განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სწორედ იქ დასაჯეს სიკვდილით მისი მამა, დემეტრე მეორე თავდადებული. წლების შემდეგ იმავე მხარეში ქართველი მეფის გამოჩენა საქართველოს აღორძინებისა და გაძლიერების თვალსაჩინო გამოხატულებად იქცა. სამხრეთ კავკასიაში გავლენის ზრდასთან ერთად საქართველოს პოზიციები ჩრდილოეთ კავკასიაშიც განიმტკიცა. მეფე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მთის გადასასვლელებსა და სტრატეგიულ გზებს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პირობებს ქმნიდა. ზედიზედ მოპოვებულმა წარმატებებმა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის საფუძველი შეუქმნა. მრავალწლიანი ომებისა და არეულობის შემდეგ გამოცოცხლდა ვაჭრობა, ხელოსნური წარმოება და საქალაქო ცხოვრება. აღდგა სავაჭრო კავშირები როგორც ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებთან, ისე შავი ზღვის გავლით ევროპასთან, განსაკუთრებით ჩრდილოეთ იტალიის სავაჭრო ცენტრებთან. ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება სამონეტო სფეროში განხორციელებული ცვლილებები იყო. ამავე პერიოდში საქართველოში 5-ზე მეტი ზარაფხანა მოქმედებდა. თბილისში, ქუთაისში, დმანისში, ანისსა და სხვა ქალაქებში, რაც ეკონომიკის გამოცოცხლებაზე მიუთითებს. საინტერესოა, რომ გიორგი მეფის დროს კვლავ იჭრებოდა ქართულ-მონღოლური მონეტებიც. მათი გამოყენება აღმოსავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობას ამარტივებდა. იმ პერიოდში საქართველოს ვაჭრობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქალაქებთან. ამ რეგიონებში ყველაზე გავრცელებული და სანდოფული სწორედ მონღოლური მონეტები იყო. ამიტომ მათი გამოყენება საერთაშორისო ვაჭრობას ამარტივებდა. მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნებოდა სოფლის მეურნეობაშიც. განსაკუთრებით განვითარდა მევენახეობა, მეღვინეობა, მებაღეობა და ხეხილის კულტურები. ამ დარგების წარმატებას ხელს უწყობდა სარწყავი არხებისა და წყალსამეურნეო სისტემების აღდგენა, რომლებიც მონღოლთა ეპოქაში მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. სამწუხაროდ, ქართლის ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც გიორგი ბრწყინვალის უშუალო მოღვაწეობას აღწერდა, დროთა განმავლობაში დაიკარგა. სწორედ ამიტომ, ამ უდიდესი მონარქის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი დეტალი დღესაც ბურუსითაა მოცული.
განსაკუთრებით მცირე ცნობები გვაქვს მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ. არც ერთ ისტორიულ წყაროში არ არის დაცული მონაცემები გიორგი მეხუთის მეუღლის ვინაობაზე. ჩვენ არ ვიცით არც მისი სახელი, არც გვარი და არც წარმოშობა. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ დედოფალი ბიზანტიურ ან ტრაპიზონის სამეფო არისტოკრატიას ეკუთვნოდა. ნაწილი კი მას ადგილობრივ ქართველ დიდგვაროვნად მიიჩნევს, თუმცა ამის დამადასტურებელი პირდაპირი საბუთი არ არსებობს. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ გიორგი მეფეს ჰყავდა ორი შვილი, მომავალი მეფე დავით მეცხრე და ასული სოლდარა, რომლის ქორწინებამ საქართველოს სამეფო იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დინასტიასთან დააკავშირა. სოლდარა ცოლად გაყვა კილიკიის სომეხთა სამეფოს რეგენტს, ფრანკ ჟან დე ლუზინიას. კილიკიის სამეფო მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა და ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან მჭიდრო პოლიტიკური და კულტურული კავშირები ჰქონდა. ლუზინიანების საგვარეულო შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დინასტიად ითვლებოდა. სხვადასხვა დროს ისინი ფლობდნენ კვიპროსის, იერუსალიმისა და კილიკიის სამეფოების ტახტებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის პოლიტიკაში. მათ მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ევროპული სამყაროს წამყვან სამეფო კარებთან, მათ შორის საფრანგეთსა და ინგლისთან. სოლდარასა და ჟან დე ლუზინიანს შეეძინათ ვაჟი ლევონ მეექვსე, რომელიც მოგვიანებით კილიკიის სომხეთის უკანასკნელი მეფე გახდა. რაც შეეხება უფლისწულ დავითს, ის ადრეული წლებიდან მეფის გარემოცვის შეუცვლელი წევრი იყო. სავარაუდოდ სწორედ მამის გვერდით ეცნობოდა სახელმწიფო მართვის ხელოვნებას, დიპლომატიას და სამხედრო საქმეს. იმ ეპოქაში ტახტის მემკვიდრეებს ბავშვობიდანვე ამზადებდნენ მომავალი მმართველობისთვის და დავითიც გამონაკლისი არ ყოფილა. იგი ახლოდან დაკვირდებოდა იმ პროცესებს, რომლებმაც გიორგი მეხუთეს საქართველოს გაერთიანება მონღოლთა ბატონობისგან გათავისუფლება და სახელმწიფოს გაძლიერება მოახერხებინა. მეათე ნაწილის დასასრული. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე. გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.